ბევრი პოსტი ნახე რა ვიღაცები ნიჰილიზმში ჩავარდნილი ან რაღაცა დეპრესია და ასე შემდეგ. მე ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, მე პირველად ვარ იმ მდგომარეობაში, რომ ანუ არასდროს არ მქონია გამოცდილება, რომ რაღაცები მე პროტესტები და პოსტებით, სტორებით და ამით შემოფარგლულიყავი. სამწუხაროდ ბოლო 10 დღე ვარ და ჩემს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ვარ აქციებზე. და აქციების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, რომ გავდივარ, რომ ვიცი მისი მნიშვნელობა, ისედაც ვიცოდი. მაგრამ აი ეს სახში ჯდომა 10 დღე რომ აი მარტო დაპოსტვით მიწევდა რაღაც პროტესტის გამოხატვა, კიდევ უფრო მიმახვედრა, რამდენად მნიშვნელოვანია გახვიდე და თქვა არა. იმიტომ რომ ახლა ვიღაცები შეიძლება პირიქით დეპრესიული ფონი უჩნდებათ სახში ჯდომით და უბრალოდ მე მგონია რომ აი ამ ანალიზს არ უკეთებენ რა ემართებათ თვითონ მათ როცა არ გადიან პროტესტზე. იმიტომ რომ მე პირადად მივხვდი რომ ანუ კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანია რომ გავიდე, თუნდაც 2 საათით გავიდე, მაგრამ არა ვთქვა. მე ჯერ კიდევ ეს შემიძლია და ამის თქმის უნარი, ძალა სანამ მაქვს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სახში ჯდომა, თუ რა 200,000 პოსტიც რომ დავწერო, მაინც შეგუებასთან ასოცირდება ჩემთვის. მე ხა გარკვეული მიზეზების გამო და ძალიან მალე შევერთდები აქციას და ძალიან მიხარია ეს ფაქტი, მაგრამ თვითონ ეს მდგომარეობა, ანუ ადამიანები, რომლებიც არ გამოდიან და გონიათ, რომ იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ, პირიქით ხდება, ანუ იქ ერთმანეთს ადამიანები ავსებენ, აძლიერებენ. მე ხსნის რომ როდესაც მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავენ ერთმანეთის დაცვის აუცილებლობას, იმიტომ არ გადიან. ერთმანეთის დაცვის აუცილებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველ დღე ფაქტობრივად მოყვეტე, ხო ბოდიში გაგაწყვეტინე. ვუყურებთ ჩვენ გვყავს ხალხნო ეროვნული ნაკრები ციხეში. ნამდვილი ეროვნული ნაკრები დღეს არის დაპატიმრებული. ამ ადამიანების გამოსვლებს რო ისმენ, რა სიტყვებს ლაპარაკობენ, ასაკის და მიუხედავად, ქალი იქნება, კაცი იქნება თუ ბიჭი იქნება, აი ეს ადამიანები როგორც გამოდიან, როგორც იბრძვიან ეროვნული, არ ვიცი, ფასეულობებისთვის, ჩემთვის ნამდვილი ეროვნული ნაკრები არის დღეს ციხეში და ამ ადამიანებს ყველაფერს თავი დავანებათ, უბრალოდ მინდა რომ ეკრანიდან ხედავდეს, რომ მე მისთვის ვიბრძვი. სხვა თუ არაფერი, ვდგავარ ქუჩაში და ვიღაცებსაც აღიზიანებთ ხოლმე აქციაზე ან მსვლელობებზე, მე უბრალოდ შეგრძნება მაქვს, რომ ეს ადამიანები არასდროს არავის ისე არ ყვარებია, რომ მათ გამო -7 გრადუსში, 3 თვის განმავლობაში, მზეში, ქარში, წვიმაში ვიღაცა გასულიყო და მისთვის ებრძოლა. არ ყვარები, ალბათ არც ესე არ ენდობოდნენ არასდროს არავის, მით უმეტეს უცხო ადამიანს, რომ იცი რომ არ დაგთმობს. და მე მინდა რომ აი კიკნაძემ ნიკუშა კაციამ ჭიჭინაძე, მე მინდა რომ ადამიანებმა იცოდნენ რომ მე მათ არ დავთმობ. ეხლა სახში რომ ვზივარ გარკვეული მიზეზების გამო, შეგრძნება მაქვს რომ კი პოსტავ და ვაქტიურობ და რაღაცა ხმა არ ჩუმდები ესე რომ როგორც აქვს ვიღაცა შეგრძნება რომ იქ თუ დაწერა დაიცალა. მე პირიქით მაქვს, ჩემთვის ეს უკვე რაღაცა დათმობაზე წასვლა არის, რაღაცა შეგუებასთან შეგუების ტოლფასია. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიდე საზმაოსთან, გავიდე მსვლელობით წავიდე საზმაოსთან, რამდენიც არ უნდა ვიყოთ, გზადაგზა ადამიანები რო გვერდდებიან, თუნდაც ფანჯარაში ვხედავ ვიღაცა როგორ გვიქნევს ხელს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ერთმანეთის, ანუ არ არის ეს სოლისტების ბრძოლა, ეს არის საერთო ბრძოლა. და მე მართლა მგონია რომ სხვა თუ არაფერი არასათქმელად, რომ მე არ ვეთანხმები რაღაცას, გარეთ გასვლა ჩემთვის არის სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუნდაც მცირე ხნით, ხო და მართლა ვიდრე სინდისის პატიმრები ციხეში არიან რაღაცნაირად მორალური უფლება და მართლა არ გვაქვს. და დღეს რომ ვერ ვიყავი აქ და რაღაცნაირად პოსტებით და სტორებით შემოვიფარგლები რაღაც პერიოდი და ძალიან მალე დავბრუნდები ქუჩაში. ჩემთვის ამ არას თქმა ხმა მაღლა თუნდაც დგომით, ეს უკვე ნათქვამია ჩემთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი.